ვარდების მოედანზე სტუდენტური დღეები 2014 ევროპული მომავლისთვის ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმე და მინისტრმა ლევან ყიფიანმა და განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გახსნეს. სტუდენტური დღეები 2014 ფარგლებში ერთი თვის განმავლობაში საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდება. სტუდენტები ერთმანეთს სპორტულ ღონისძიებებში, ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებში შეაჯიბრებიან. სტუდენტურ დღეებში 47 უმაღლესი სასწავლებელი იღებს მონაწილეობას. 47 უნივერსიტეტი ასეთი ჩართულობა არ ყოფილა არასდროს. ვითომეტეს მისიას გავითვალისწინებთ, კიდევ უფრო მნიშვნელობას შეძენს ამას ყველაფერს. ევროპული არჩევანი, ევროინტეგრაცია, ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეს არის ზუსტად ის თემები და მისია და ამოცანები. ამიტომ, რა თქმა უნდა, მხარდასაჭერია, მხარდაჭერილი არის და გულოცავ ყველას და მომდევნო კვირას ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებას ყველას. მე მინდა წარმატება უსურვო სტუდენტებს, ეს იქნება ერთი თვის განმავლობაში შემოქმედებითი, კულტურული, სპორტული სანახაობები და რაც ყველაზე მთავარია, დღევანდელი სტუდენტური დღეები ერთი თვის განმავლობაში რეგიონებშიც გავიდა. 4 რეგიონალური ქალაქი ბათუმი, გურჯაანი, ხობი, ჭიათურა უმასპინძლებს სტუდენტურ დღეებს და წარმატება მინდა უსურვო თითოეულ სტუდენტს და ვიმედოვნ რომ ესეთი პროექტები ჩვენი მხრიდან იქნება წახალისებული. ვფიქრობ ყოველი უნივერსიტეტის სტუდენტისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებები, ეს გასახარებელია, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ და გავითარდეთ სხვადასხვა კუთხით.